ხელისუფლებაც იმეორებს ერთ-ერთში მათი წინამორბედების შეცდომებს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ იგივე წრეზე წავიდეთ ჩვენ, თუ მოვლენები ისე განვითარდება. ჩვენ ახლა ვსაუბრობდით აი ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ვენეციის კომისიისგან რაღაც კორექტირები იყოს შეტანილი. მე გიორგისაგან განსხვავებით ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის არჩევის წესთან მიმართებაში ვენეციის კომისია ალბათ ვერ იქნება რადიკალური და არ იქნება მისი გადაწყვეტილება რაღაც ერთმნიშვნელოვანი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ასეთი მოდელები არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში პირდაპირ თუ ირიბი არჩევის წესი, მაგრამ რაც შეეხება პროპორციული სისტემის დროს მანდატების იმგვარად გადანაწილებას, რომელსაც ხელისუფლება ჩვენ ახლა გვთავაზობს, ვფიქრობ, რომ პირდაპირ შეეწინააღმდეგება ვენეციის კომისია. რამდენად იქნება ხელისუფლების მიერ ეს პოზიცია გათვალისწინებული, ეს სხვა თემა არის. ჩვენ ახლა დღეს რეალურად აი პირველ ბლოკში შეგიძლიათ გითხრათ, არის რაღაც საკითხები, რომელზეც გრძნობთ, რომ არის წამოწეული იმისთვის, რომ შემდეგ ხელისუფლებამ თქვას, რომ აი მე ეს გავითვალისწინე და დავთმე, არის ასეთი საკითხები მონიშნული თქვენი აზრით. რაღაც რაც იქნება მისთვის ხელშეუხებელი, მაგრამ რაღაც თუ კი საჭირო გახდება დათმოს. არა, ხელისუფლებამ თავიდანვე ჩათვალა ამ ხელისუფლებამ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ეს არის უკვე მათგან დათმობა, აცხადებენ კიდეც პირდაპირ, რომ მათთვის საზიანოდ მიიღეს გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის. აი პირველ ბლოკში ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლისგან მოვისმინეთ ესეთი ფრაზები, რომ ეს უკვე სისტემა, საარჩევნო სისტემა აღარ იძლევა იმის საშუალებას, რომელიმე პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. მართალს ამბობს ის ადამიანი, როდესაც აცხადებს, რომ ძნელი იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. მართალს ამბობს, როცა ამბობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება რთულია, მაგრამ ეს სისტემა ამავდროულად არავით არ შანსს არ ტოვებს არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლისას, იმიტომ რომ რა რეალობა გვაქვს ჩვენ ქვეყანაში და აი ბოლო 25 წელზე ვსაუბრობთ. ბოლო 25 წლის მანძილზე ჩვენ ვხედავთ, რომ მარტო კონსტიტუცია და საარჩევნო სისტემა არჩევნების ჩატარების პროცესს არ განსაზღვრავს. განსაზღვრავს საარჩევნო კოდექსით სხვადასხვა კანონმდებლობები, გვაქვს ჩვენ ადმინისტრაციული რესურსის უხეშად ჩარევა არჩევნებში ლეგალიზებული ჩვენი კანონმდებლობით. ფაქტობრივად იქ დასჯადი ეს ქმედება არ არის. ამიტომ აქედან გამომდინარე დაახლოებით 25% არის ადმინისტრაციული რესურსის წვლილი ხელისუფლების სასარგებლოდ ყოველ არჩევნებზე. ესე იგი ხელისუფლება, რომელსაც 5 ან 10% აქვს რეალურად თავისი მხარდაჭერა მოსახლეობაში, აგროვებს არანაკლებ 35%-ისა და იმ გადაუნაწილებელი მანდატებით, რომელიც მიმდინარე არჩევნებზე 20% იყო, უკვე ისე ვრჩება. დიდი მადლობა და ბატონი ნიკას შეფასება მინდა მოვისმინოთ. გისმენთ. მოგესალმებით, მე სახელმწიფოების. თქვენ სტუმრებს, მაყურებლებს. თავარი აქ კითხვა უკვე ჩემი ძალიან ძვირფასი კოლეგების მიერ, რომ კონსტიტუცია, როგორც საზოგადოებრივი ხელშეკრულება, როგორც ეროვნული შეთანხმება, ასე არ არის აღქმული მმართველი უმრავლესობის მიერ. არავით არის საზოგადო